იღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ როგორც წესი ინდოეთი, ჩინეთი ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ ყოველთვის, ლიდერები ერთად არ ხვდებოდნენ, ცდილობდნენ არ მოხვედრილიყვნენ არც ერთ სხვა სამიტზე. და ამ შემთხვევაში მოხდა იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ეს ტარიფების ომი ინდოეთსაც ცუდად შეეხო. და გასაგებია, რომ მიზიდულობის ძალად იქცა ეს ჩინეთიც, ხო? ინდოეთს კიდე სხვა პრობლემები აქვს იქ. პაკისტანთან კინაღამ დაწყებული ომი ზოგი არქმევს ომს, ზოგი კონფლიქტს არქმევს, არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტურად წააგო იმ რუსული შეიარაღებით, რომელიც მას ჰქონდა და რუსული თვითმფრინავი მაქვს ხედველობაში და ახლა ცდილობს მოიპოვოს ჩინური თვითმფრინავები, რათა გაძლიერდეს პაკისტანთან, სანამ პაკისტანი ინდოეთი იარსებებს, მათ შორის დაპირისპირება ყოველთვის იქნება. ეხლა გადავიდეთ მეორე მხარეს რა ხდება, დასავლეთში რა ხდება. სამწუხაროდ დასავლეთში პრობლემები